ტოქსიკური პოზიტიურობა არ მუშაობს, რადგან შენმა ტვინმა იცის, როდის ატყუებს საკუთარ თავს. შენ შეგიძლია იმეორო პოზიტიური აფირმაციები ყოველდღე, მაგრამ სიღრმეებში შენმა ტვინმა იცის, რომ რაღაც საქმე ისე არაა, როგორადაც ცდილობს შეთხზა. მსგავსი საქციელი საკმაოდ ნატიფი გაზლაითინგის ფორმაა. უბრალოდ დაფიქრდი, თუ თავს გრძნობ უბედურად და ამავდროულად საკუთარ თავს უმეორებ, რომ ბედნიერი ხარ და ყველაფერი გადასარევადაა, შენი ტვინი იმწამსვე უარყოფს ამ აზრს და ეს ყველაფერი ისე ჩანს, როგორც გატეხილ ძვალზე სანტავიკის დაკრობა და გარკვეულ პერიოდში კიდევ უფრო უარესად გაგრძნობინებს თავს. ამ დროს არა მარტო იტანჯები, არამედ ნიღბავ ამ ტკივილს, რაც რეალურ პრობლემასთან შეჭიდებაში მუდმივად ხელს გიშლის. ალტერნატივა ის კი არაა, რომ დაჯდე და თქვა თუ რა ცუდადაა ყველაფერი ან დააძალო საკუთარ თავს ყალბი პოზიტიურობა. შენი გრძნობები კი მიაარლიყო და თქვა, რომ რასაც განვიცდი, კარგია ან ცუდია. არამედ შეაფასო სარგებლიანობისა და გამოყენებადობის მიხედვით. ჰკითხე საკუთარ თავს, მეხმარება ეს აზრი რაიმეში? იმიტომ რომ ყველაზე კარგი წინადადება ამ დროს არ ჟღერს ისე თითქოს ყველაფერი კარგადაა, არამედ ძალიან რთულად მეჩვენება ამწამს, მაგრამ მოდი პატარა ნაბიჯს მაინც გადავდგავ მისი მიმართულებით. შეიძლება ჩემი მაქსიმუმი არ გავაკეთო, მაგრამ რაღაც მაინც ავქნა. რადგან ამ დროს თუ იტყვი საკუთარ თავთან იმსე წინადადებას, რომ ჩემი მაქსიმუმი ვეცადე და არ გამომივიდა, მანდაც მოატყუებ საკუთარ თავს, რადგან არ იცის არავინ მისი პირადი მაქსიმუმი როგორ გამოიყურება.